გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბოსტნეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სარწყავი წყლის ახალ ტარიფთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის განსაზღვრული. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირების მექანიზმში განხორციელებული ცვლილებები. ფერმერების შეფასებით შეხვედრა ნაყოფიერი იყო. შედგა შეხვედრა ბოსტნეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან. სამჯერადო საკითხები შეეხო საკანონმდებლო მარეგულირებელ სერვისების, მათ შორის წყლის მიწოდების საკითხებს, ცოდნის გავრცელების და დაფინანსების საკითხებს. შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას კონკრეტული სფეროების დამუშავებული პროექტების მეშვეობით, რაც მოიცავს მაგალითად დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებას, მონიტორინგს, დაკვირვებას, ასევე ცოდნის გავრცელებისთვის კონკრეტული სქემების მეშვეობით მუშაობას. ფერმერებთან შევაჯამეთ, განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც 2026 წლის მელიორაციის ირიგაციის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით შეიძლება უთხრეს. ფერმერებმა მოგვაწოდეს ის მოსაზრებები, ის პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ. სამაგერო ჩვენ გავაცანით ის ახალი პროგრამა, რომელიც ამუშავდა, ეს ეხება სუბსიდირების მექანიზმს, ეს ეხება ახალი დაკონტრაქტების მექანიზმს, ეს ეხება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და ეს ეხება იმ ინფორმაციის დროულად და გამართულად მიწოდებას, რომელიც მათ ძალზე აწუხებთ. ნამდვილად ნაყოფიერი შეხვედრა იყო, განვიხილეთ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პრობლემების საკითხები, წყალთა მეურნეობის საკითხი, ნარჩენების საკითხი და ისეთ საკითხები, რომელიც ზოგადად ფერმერებს აინტერესებს. დიდი მადლობა მომსახურეებს, რომლებიც ასეთ საკითხს განიხილავთ. შეხვედრამ ჩაიარა წარმატებულად, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრის მოადგილეს. მივიღეთ სანდო და საჭირო ინფორმაცია მელიორაციის პრობლემებთან დაკავშირებით. მელიორაციის გარდა იყო საკითხები მოსავლის რეალიზაციაზე, დაავადებების კონტროლზე და მავნებლების